მოგესალმებით, მეგობრებო, 17 თებერვალს გვაქვს მზის დაბნელება მერწყულის ბოლო გრადუსებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს მოიტანს ჯერ ხო ყველა ადამიანისთვის და ზოდიაქოსთვის, თუმცა არიან გამორჩეულები, ნიშნები, ისე რომ ვთქვათ, რომლებზეც უფრო ზეგავლენას მოახდენს ეს ტრანზიტი. თან ამაზე გადავალ მინდა რომ აგიხსნათ ჯერ როგორი ხასიათი აქვს დაბნელებას, რა არის ჩვენთან მზის დაბნელება ასტროლოგიაში, ხო? მზის დაბნელება აჩქარებს ყველანაირ პროცესს ისედაც. ანუ ეს არის რაღაც სერიოზული ახლის დაწყების ენერგია, რომელიც ჩვენში იწრება წელიწადში რამდენჯერმე ფაქტიურად. ხო, მნიშვნელოვანი რა არის ის, რომ ყველა დაბნელებას აქვს თავისი ხასიათი, თავისი ენერგეტიკული ველი, რომელიც ძრავს 18 წლიან ციკლს ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში. აი ეს დაბნელება, რომელ ნიშნებში არის ჩვენთან, რომელ სახლებში არის, ან ჩვენ პირად რუკაში სადაც ფიქსირდება ეს დაბნელება. აი იმ ხასიათის ენერგეტიკა და იმ მოვლენებში ჩვენ იმ პერიოდში თუ რაღაცა განსაკუთრებული გავაკეთეთ, ეს ცხოვრობს მერე შემდეგი 18 წელი. შესაბამისად, დაბნელების პერიოდში არის რეკომენდირებული იმ საქმეების დაწყება, რომელიც გვინდა რომ შენარჩუნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ არ ვარ ისეთი საქმეების გაკეთება, რომელიც მაინც არ გვინდა რომ 18 წლის განმავლობაში ჩართოს ციკლი, ისე რომ ვთქვათ ხო, რაღაც აი იმ ენერგეტიკის, იმ მოვლენების მნიშვნელოვანი ციკლი. მაგალითად, ძალიან მარტივ ენაზე რო გითხრათ, არ ვარ გახულმე დაბნელების ტელეფონში, ან ვალის აღება, ან ოპერაციები მაგალითად, ან რაღაც ისეთი საქმე, რომელიც სერიოზულ ენერგეტიკულ განგრძობადობას გამოიწვევს წლების განმავლობაში, მაგალითად ვალები, რომელიც ვერ დავფაროთ დიდხანს, ან ვალების ციკლი ჩაუშვათ დიდხანს, ხო? ძალიან პირობითად, როგორც მაგალითი ისე უნდა აგეცნოთ, თუმცა მნიშვნელოვანი არის უკვე ადამიანების პირად რუკაში სად არის ეს დაბნელება, ზოგადი რა ტენდენციები არის მთელი რუკიდან გამომდინარე, ეს არის უკვე როცა კონკრეტულად ჩვენ უფრო ღრმად გვინდა ხოლმე გავერკვეთ დაბნელების ხასიათში ჩვენ ცხოვრებაში. ზოგადად ვამბობთ ხოლმე უკვე ტენდენციები ზოგადი რაც არის დაბნელების და არა ესე ძალიან გამოკვეთილად რომ ყველას ეხება კონკრეტულად ყველა სიტყვა რასაც ვამბობთ, ხო? ეს შეიძლება ზოგადი ტენდენცია იყოს, როცა და სხვანაირად გამოვლინდეს ინდივიდუალურ რუკებში, ხო? ყველასთან ინდივიდუალურად. მაგრამ ფონი ზოგადად დაბნელების პირველ რიგში ეს არის ჯერ ერთი რომ მერწყულური ენერგია არის, მერწყულში ბოლო გრადუსებზე არის დაბნელება. მერწყული ჩვენთან ეს არის თავისუფლება, ეს არის ცვლილებები, ეს არის სიახლეები და ისედაც ხო დაბნელება ზოგადად სიახლეებთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით ეს დაბნელება იქნება უკვე გამოკვეთილად, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს როგორც სამყაროში, როგორც გარემოში, ასევე ჩვენში, ჩვენ ცხოვრებაში. ვის რომელ ასტროლოგიურ სახლში აქვს ეს დაბნელება, იმის მიხედვით უკვე ინდივიდუალურად რომელ სფეროებს შეეხება. ყველასთან დამოუკიდებლად ვლინდება ეს დაბნელებები ხოლმე, ხო საერთოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი ესე, ვისაც გაინტერესებთ უფრო სიღრმისეული ასტროლოგია, როდესაც ხდება დაბნელება, ვუყურებთ ასტროლოგიაში როგორი ასპექტებით მოდის ეს დაბნელება. ადამიანურ ენაზე რო გითხრათ, რომელი პლანეტის ჰარმონიული თუ ნეგატიური ზეგავლენა აქვს, ხო? ამ შემთხვევაში ურანთან ზუსტი კვადრატი აქვს თვარისაცემს ესაც, შესაბამისად ამ დაბნელების ხასიათი უკვე ჩანს როგორც გამოკვეთილად უკვე ურანული. და რომელ სფეროშიც გვაქვს ეს სახლების სისტემა, პლანეტარული სისტემა, დაბნელების ენერგია, იქ რთავს ძალიან სწრაფ ცვლილებებს, არაპროგნოზირებადობას, არასტანდარტულობას და მაქსიმალურად მნიშვნელოვანი არის რომ გავაცნობიეროთ ეს, რომ ამ დაბნელების დერეფანში აი ეს ურანული ენერგია სულ იტრიალებს. შესაბამისად, რაღაცა თუ დაიგეგმება, ის აუცილებლად შეიცვლება შემდეგ გზადაგზა. რაღაც არასტანდარტული მექანიზმები იქნება გამოყენებული. მაგალითად, უფრო თუ ურანულ ენერგიას ჩავრთავთ, მაგალითად, აი ადრე სულ ესე ვიქცეოდი და ახლა რაღაცნაირად უნდა განსხვავებულად მოვიქცე, ეს უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ თვითონ ურანის და მერწყულის არასტანდარტულობას გვთავაზობს. და განსაკუთრებით თუ არიან ადამიანები, რომელსაც არაფრის შეცვლა არ უნდათ, მაგალითად, და სტანდარტულად წყნარით თვითონ არიან, შეიძლება მათთვის გამოკვეთილად იყოს ეს ენერგია ესეთი საგრძნობი, ცოტა დისკომფორტული, იმიტომ რომ ეს ამოაგდებს ცოტა კომფორტული ზონიდან, ხო? იმიტომ რომ ურანს უყვარს ცვლილებები, ჰაერი, მოდი ესე რომ ვთქვათ, ნიავი, სივრცე.
პირდაპირ ესე რომ გამოვკვეთოთ, ხო? ჰაერისტიკი არის ჩვენთან მერწყვლიც და ეს არის სივრცის ენერგია და სივრცედობის, ესე რომ ვთქვათ, შეგრძნება ცხოვრებაში უნდა შემოვიტანოთ, ეს იქნება ამ დაბნელების მთავარი გზავნილი, ცვლილებები, სივრცე, ცვლილებები, გათავისუფლება. აი, ვინმეს თუ აქვს მაგალითად მძიმე ურთიერთობები პირად ცხოვრებაში, ან კარიერა, რომელიც მაინც არ აკმაყოფილებს, ან სამსახურებრივი გარემო, რომელიც მის შესაძლებელი არის უკვე ყველაფერს ეს დაბნელება დააჩქარებს რა შეცვალას. არ არის აუცილებლობა ახლა რომ აი ყველასთან რაღაც რადიკალური ცვლილებები დაიწყება, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა ცვლილებების შეტანა მოგვიწევს ცხოვრებაში. შეიძლება ფიზიკურ დონეზე არა, მაგრამ მაგალითად განახლება მოხდეს მთლიანად ფსიქოლოგიურად, რაღაც ესეთ ხედვების შინაგანი ცვლილება იყოს საჭირო, ხო? აი, როდესაც ახლა როცა ვამბობთ ხოლმე მერწყულებისთვის, განსაკუთრებით ვის ზოდიაქოთი მერწყული არის, მათ პირველ სახლში უხდებათ სიმბოლურად, ესე რომ ავიღოთ პირველ სახლში ან ასციდენტი, ვისაც მერწყულში ყავს, მათაც პირველ სახლში უხდებათ ეს დაბნელება, ეს პირადად მათ შეეხებათ უკვე ძალიან გამოკვეთილად, ხო? ისინი იქნებიან თვითონ ცვლილებებისკენ, რომ აი ცვლილებები მინდა უკვე არასტანდარტულად ვიცხოვრო, რაღაცისგან გათავისუფლების სურვილი შეიძლება გქონდეთ, მაგალითად პირდაპირ უკვე მოხდეს ისე, რომ რაღაც ძველი მე უკვე აღარ არის აქტუალური და რეალური ცვლილებები უნდა შემოვიტანო ჩემს მეში. ჩემს ინიციატივაში, მე რას ნიშნავს, ხო, ჩემ პირად ინიციატივებში, ზოგჯერ გარეგნობის ფაქტორი შეიძლება გამოვლინდეს, რომ გარეგნობის შეცლამა უნდათ მერწყულებს და ასციდენტით მერწყულებს განსაკუთრებით ეხებათ ეს, ხო, პიროვნული მთლიანი ცვლილება მინდა გამოვავლინო ჩემ ცხოვრებაში, მთლიანად მინდა შევიცვალო, ხო? მაგრამ ეს ზოგადად ცვლილებების ტენდენცია ყველასთვის იქნება. რა შეიძლება აი, ცოტა ისეც ვთქვათ, ნეგატივი რა შეიძლება იყოს ამ დაბნელების ტენდენციებში, ეს არის კვადრატურა, ნეგატიური ასპექტი ურანთან და ეს არის ისეთი ცვლილებები, რომელიც ჩვენთვის როგორც იძულებითი ისეთი არის, ეს არ არის ჰარმონიული ბუნებრივი ცვლილება. ეს არის შოკური ენერგია ურანი ზოგადად, აი შოკი, მოულოდნელობა, აი არსაიდან მოსული, მაგალითად რაღაც ისეთი მოულოდნელობა, პრობლემები, ზოგისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემების მომტანი იყოს, მოულოდნელი პრობლემები, ზოგისთვის შეიძლება პირიქით, აი მოულოდნელად ინსაიტი მოვიდა, მოულოდნელად რაღაც გავაცნობიერე, მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ცხოვრება თურმე უნდა შევცვალო, მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ რაღაც ხდება ჩემ ცხოვრებაში ისეთი, რომელიც თურმე ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერს ამავე დროს ტენდენციებში, აი ამ ცვლილებების ტენდენციაში შემოვა უკვე სატურნი, ნეპტუნის შეერთება ვერტში. ნეპტუნი ჩვენთან ეს არის ილუზიები, ეს არის ოცნებები, ეს არის ფანტაზიები და შეიძლება ბევრისთვის იყოს ისეთი განცდა და სატურნი რას შვება სტრუქტურას აძლევს, რეალობის შეგრძნებას აძლევს და შეიძლება განცდა იყოს ზოგისთვის, რომ აი ამ ერთობლივად რო შევაჯამოთ, ხო, ტრანზიტები, რომ ეხლა არის ცვლილებების ენერგია, ეხლა უკვე დაწყებული არის ამ ურანული დაბნელების ენერგეტიკული ველი, ჩვენში უკვე დაიწყეს შინაგან ინსაიტების ალბათობა, რომ აი მე უკვე რაღაცა გავაცნობიერე, ხო უცებ რაღაცას მივხვდი, ოღონდ აი უცებ არ საიდან სიტყვაზე, ხო, ეს ურანმა იცის ელვასავით მოსული ან ინფორმაცია, ან შეგრძნება, ან გააზრება, ან მოვლენები პირდაპირ, ხო? ვისთან როგორ ეს არ ვიცით, ის მათ პირად რუკაში ჩანს. და როცა არის სატურნი ნეპტუნის შეერთება, ხო გადავა მალე 14-ში ბოლომდე უკვე სატურნი და შეუერთდება ნეპტუნს, საბოლოო შეერთება იქნება. ეს საბოლოოს გულისხმობს, რომ რეტროგრადულობის ფაზა აღარ არის და უკვე რაც დასაწყები არის და რაც ჩასართავი არის, ის უკვე უნდა გაკეთდეს, ახლა აღარ არის გადახედვის დრო. და აქ შეიძლება ზოგს კონდეს, რომ აი მე მოულოდნელად მივხვდი, რომ სადღაც ცოტა ილუზიებში ვიყავი ცხოვრებასთან მიმართებაში, ან მეგობართან მიმართებაში, ან მეუღლესთან მიმართებაში, ან კარიერასთან მიმართებაში. ზოგ შეიძლება გამოულინდეს, რომ აი მე რომ მეგონა რომ სწორი გზით მივდივარ, აღმოჩნდა რომ არ მივდივარ სწორი გზით და რეალობა დავინახე. ზოგისთვის პირიქით შეიძლება იყოს განცდა, რომ აი რომ მეგონა რომ სადღაც ისე ვუყურებდი სამყაროს, ეხლა აღარ ვუყურებ ესე სამყაროს, ხო? ანუ გარკვეულწილად ჩემ კატევიდარბია. გარკვეულწილად ეს არის გათავისუფლება, ან გაცნობიერება ილუზიებიდან გამოსვლის. ეს არის
სერიოზული მოულოდნელობა ან შოკი ან შინაგანი შფოთვა, რომ რაღაც ისეთი უნდა გავაცნობიეროთ ან შევხედოთ რეალობას, რაც აქამდე არ შეგვიხედავს. შეიძლება იყოს ახალი მოქმედებების დაწყება შესაბამისად, ხო ვერცი იქნება ეს შეერთება და ახალი მოქმედებები ან უნდა შევიცვალო, ანუ უნდა რაღაც ახალი გზები ვიპოვო. ვერძიც ეს არის ჩვენთან რადიკალური ცვლილებების ენერგია და ურანულიც ეს არის სწრაფი ცვლილებები. ანუ ერთმანეთს აჩქარებენ კიდევ უფრო მეტად. შესაბამისად მოდის სერიოზული ცვლილებების გათავისუფლების პერიოდი, რაღაცა ძველისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რაღაც ისეთი უნდა მოვიშოროთ, რომელიც არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ კვადრატურა არის და კვადრატურა იძლევა იმას, რომ მე არ მინდოდა ამისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. წინ უნდა ვიარო, აი ესეთი გზავნილი არის ამ დაბნელებისგან. ამავე დროს თვითონაც ახალმთვარეობაც ძრავს ასევე პლუს ახალ ენერგიას. ესე იგი, ზოგადად ახალმთვარეობა ახალი ენერგია არის, დაბნელება ახალი ენერგია არის, მერწყულშიც ახალი ენერგია არის, ურანის კვადრატის აჩქარებს კიდე პროცესებს. ანუ საზოგადოებრივად და პოლიტიკურად შეიძლება ჩვენ შევხედოთ ძალიან სწრაფ ცვლილებებს. შეიძლება უარესობისკენ იყოს, შეიძლება უკეთესობისკენ იყოს. არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფონი ესეთი არის, ხო? ეს არ ვიცით ხოლმე, თქვათ რა, როგორ იქნება. ეხლა რაც შეეხება თვითონ რომ დაუკვირდეთ, მეგობრებო, ზოგად ფონს აი ამ ნეპტუნის სატურნის შეერთება ვერძის ზოდიაქოში რო გადადის, ხო? თვითონ ვერძით რო დავიწყოთ, ანუ მე ვეცდები ცოტა სინთეზურადაც გავიაროთ ეს, იმიტომ რომ ვერძებს აქვთ უკვე პირველ სახლში ზოდიაქოთი ვერძებს. პირველ სახლში ყავთ ეს შეერთება, ხო, სატურნი ნეპტუნის და აქ უკვე იქნება, რომ აი მე პირადად სადღაც უნდა გამოვერკვე, მე პირადად რაღაც და დავინახო, საით მივდივარ, რა მინდა ცხოვრებაში მაგალითად, ხო? აი ნეპტუნური ბურუსი სადღაც, ნეპტუნური აი შიდაფარული თემები, აი რო აგეხსნათ ახლა რა არის ნეპტუნის სატურნის შეერთება, აი მაგალითად აი ახლა რო არის ეპშტეინზე მთელი ამბავი, ხო, რაღაც ამერიკულ სამყაროში ფაილების გაჟონვა სიტყვაზე, გაჟონვა არ იყო ეს, ნუ ოფიციალურად გამოაქვეყნეს, მაგრამ ნუ მიდის მთელი ამბავი, რომ ის საიდუმლო გასკდა, რაც აქამდე მაინც არ იყო ესე ცნობილი, ხო, ანუ უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა თავისი კადრების და ყველაფერი. ანუ ელიტას სადღაც წყალი შეუდგა სიტყვაზე. აი ეს არის ნეპტუნი, ანუ ის რაც ბურუსით იყო მოცული სატურნმა ამოატივტივა. ფაქტიურად და დაბნელება ამას კიდევ უფრო დააჩქარებს. აი ეგ თემა არ მგონია რომ იყოს ახლა გაჩერება, კიდე ახალი ამბავი იქნება. საერთოდ ჩვენ ცხოვრებაშიც თუ რაღაც დაფარული იყო, თუ რამე საიდუმლო იყო, ახლა ამოტივტივდება მაქსიმალურად. ან გავაცნობიერებთ ჩვენ თვითონ, რომ სადღაც არ ვიყავი თურმე არ ხედავდი ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო. ან იყოს ისეთი თემა, რომ სადღაც რაღაცა დაფარული ამბები არის, ახლა შეიძლება გასკდეს, ხო? ანუ ამ დაბნელებამ კიდევ უფრო დააჩქაროს ეს ყველაფერი მოულოდნელად. ანუ რაღაც სერიოზული, მეც მაინტერესებს, არ ვიცი ზუსტად რა როგორ იქნება, მაგრამ ფონი ზოგადად ურანული ესე მუშაობს, რაღაც მოულოდნელად ამბები კიდევ უფრო გასკდეს, ან ჩვენთვის იყოს ინსაიტები ძალიან მოულოდნელი, განსაკუთრებით ვერძებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვერძებს ამავე დროს აი ეს დაბნელება ახლა მე-11 სახლში უჩდებათ. ან ნათალური რუკით თუ მე-11 სახლში გვაქვს დაბნელება, ხო? ისეც უნდა გაითვალისწინოთ, როცა ზოდიაქოთი ვამბობ, არის მზის როგორც ავიღოთ პირველ სახლში და 12 სახლი აქვს ამ მზეს, ხო, ცალკე. რაღაც პლანეტები, რაღაცები თუ ხდება სხვადასხვა სახლებში, ვამბობთ ხოლმე მზით ამა და ამ სახლში. თუმცა ყველაზე პირველი მაინც არის ვინც პირად რუკაში ერკვევით, ვისაც შეგიძლიათ ნახოთ ასციდენტიდან, ანუ მთელი სახლების სისტემა სადაც ყავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე, რომელ სახლში ყავთ დაბნელება რეალურ სახლებში, აი იმას მიაქციოთ პირველ ადგილას ყურადღება და მერე მზით. რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილებით მე რასაც ვყურებ, ორივე ერთად მუშაობს, ოღონდ პირველი არის, აი მაგალითად, თუ ვერც სიტყვაზე პირად რუკაში დაბნელება უჩდება მე-10 სახლში სიტყვაზე, ხო?
და მაგალითად მზით არის მე-11 სახლში სიტყვაზე გეუბნებით, ახლა მან დარჩდება, მაგრამ ისე გეუბნებით, აი პირველ სახლში უჩდება სიტყვაზე, ან და ვერძი არის ზოდიაქოთი, ასიდენტი უზის მაგალითად, ასიდენტზე აქვს დაბნელება, ან მეორე სახლში ჯდება ეს, ან და მე-11 სახლი არის უკვე ზოდიაქოთი, ხო? აქ ესე იგი პირველი და მე-11 სახლი ერთად უნდა გავაერთიანოთ. პირველი სახლი ჩვენთან არის მე ენერგია, ჩემი პირადი ინიციატივები, მე-11 სახლი არის ჯგუფებში, ცვლილებები, გარკვეულწილად რაღაც ნოვატორობის შეტანა არის საჭირო მეგობრებთან, შეიძლება მეგობრებთან პრობლემები იყოს, ან შეიძლება ჯგუფებთან რაღაც პრობლემები იყოს, სიტყვაზე ხა შაბლონებს გიყვებით, ხო? მაგრამ ვაერთებთ ორივეს ერთად. ესე იგი ტრანზიტულს თვითონათალურ უკავშირაც აქვს და ჩემი მზის მიხედვით. ზოდიაქოთი ვერძებისთვის ეს არის მე-11 სახლი, მე-11 სახლი ჩვენთან მეგობრები არის, ჯგუფები არის, ჩვენი თავისუფალი ხედვები არის, ჩვენი მომავლის ხედვები არის. ვიღაცასთან ზოგიერთ ვერცხთან იქნება ჩართული მე თავისუფლება მინდა, მე სადღაც ჩემი ანების მონახვა მინდა, ან მე ცვლილებები უნდა შევიტანო ჩემ სოციალურ წრეში. მე-11 სახლი ამ სოციალურ წრესთან ერთად ეს არის ონლაინ სფერო მაგალითად, დამოუკიდებელი ესეთი კოლექტიური კონტაქტები. მე-11 სახლი მას მართავს მაგალითად თვითონ ენერგია მე-11 სახლური არის სოციალური მედია, სოციალური ქსელები, კოლექტიური ჯგუფები და შეიძლება ვერძებისთვის აქ დაჩქარდეს სადღაც ცვლილებების აუცილებლობა. შეიძლება ზოგისთვის ეს იყოს მნიშვნელოვანი, რომ მაინც ზოგისთვის სოციალურ ქსელში ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ, ხან რაღაცას დაწერენ მაგალითად მეგობრებთან კონფლიქტი არ იყოს სიტყვაზე, ან ჯგუფებთან დაკავშირებული რაღაცა ცვლილებები იყოს, აი როგორ იცით, აი შეიძლება ზოგისთვის მეგობრების ცვლილება იყოს საჭირო, ზოგისთვის შინაგანი თავისუფლება იყოს საჭირო, ხო? მე რაღაცნაირად უნდა გავთავისუფლდე რაღაც შეხედულებებისგან, ხო? შეიძლება იყოს მე-11 სახლი ჩვენთან, მოდით სოციალური ქსელები არის, ხო? ან ჯგუფებთან ურთიერთობა არის. ეს არის ამავე დროს მომავლის ხედვები. ანუ ვის როგორ გაუთამაშდება ეს არის, ზოგისთვის იქნება ეს მომავლის ხედვები, ზოგისთვის მეგობრებთან ცვლილებები იქნება, ზოგთან იქნება ეს საერთოდ რა, როგორი არის ჩემსა და ჯგუფის მიმართ დამოკიდებულება, ხო, სიტყვაზე მესა და გარკვეულწილად ჩემს მომავალთანაც როგორი იქნება დამოკიდებულება, ეს თავისუფლების თემები განსაკუთრებით იქნება ვერძებისთვის. ოღონდ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სატურნი და ნეპტუნის შეერთება იწყება უკვე პირველ გრადუსზე, ანუ ვერძებს უკვე იდენტურად მათთან ექნება შეხება, ხო? როცა არის მაგალითად საწყისი ვერძები, აი ახალი გადასული რო იყოს ზოდიაქოთი მზე ვერძში, აი მათ უკვე პირდაპირ შეერთება აქვთ და ეს შეიძლება გამოვლინდეს ვერძებისთვის როგორც რაღაც წნეხი თითქოს, რომ მე გავერკვე ჩემს თავში შინაგანად რა მინდა, როგორ მინდა, მე გავთავისუფლდე რაღაც ილუზიებისაგან მაგალითად, მე რაღაც სტრუქტურა უნდა შევიტანო, თავდაჭერილი უნდა გავხდე, ეს როგორც პირადი გზავნილები, აი სიმბოლურად გიყვებით, ხო ხდებით, ყველამ თავისით უნდა გამოიტანოს შინაგანად, იმიტომ რომ მარტო მზე ხო არ არის, მთელი პლანეტები არის, მთელი ტრანზიტები არის, ძალიან რთული არის ტრანზიტული ასტროლოგია, დღეს მქონდა ორდღიანი ტრენინგის დასასრული მაგალითად ტრანზიტულ ასტროლოგიაზე და მთლიანად ავხსენით, ორდღიანი ინტენსიური ჩართვა გქონდა, როგორ მუშაობს ტრანზიტები და თითქოს არ ელოდნენ რამდენი დეტალი არის მიხედავთ ეს ასტროლოგიაში კარგად ელკავიან თითქოს გავკვირდათ რამდენი დეტალი არის რამდენი ძალიან დიდი თემა არის ტრანზიტული ასტროლოგია და აქ რა თქმა უნდა მხოლოდ ძეზე საუბრობთ ჩვენ ზოდიაქოთს და მე-11 სახლი ეს იქნება ჯერ ჩემი იდენტობის გაცნობიერება და აი ამ იდენტობის გაცნობიერება ჯგუფში როგორ მინდა მე რა წრე მინდა მყავდეს როგორი ახლობლები მინდა მყავდეს რა მინდა რომ შევცვალო ამ ჩემს სოციალურ წრეში ჩემს ამეგობროში ჩემს მაგალითად ურთიერთობებში ხო გარემოცვასთან და მომავლის თემები როგორ დავგეგმა მომავალი როგორ მივახციო ჩემი ოცნებების რეალიზებას იმიტომ რომ მე-11 სახლი ჩვენთან ოცნებები არის ეს არის მომავლის გეგმები აი აქ ვერძებს ეკნება სერიოზული ცვლილების კარგი შესაძლებლობა ოღონდ გადაჭერბებაც არ არის საჭირო ხო მაგალითად იქ კონფლიქტში არ შევიდეთ მეგობრებთან იქ სოციალურად ზედმეტად აი ზედმეტად ურანული არ ვიყოთ ხო სადღაც ბალანსი დავიცვათ ხო ცვლილებები ოღონდ არა აი შოკური ცვლილება ნელა ეტაპობრივად შევიტანოთ ცვლილებები ეს არის აქ მნიშვნელოვანი
ეხლა კუროს ეს დაბნელება ექნება მეათე სახლში ზოდიაქოთი კუროებს და სხვათა შორის ვისაც ასციდენტი იყავს კუროში, სავარაუდოდ მეათე სახლში უნდა ხვდებოდეს მათთვის დაბნელება. მეათე სახლი ჩვენთან კარიერა არის, ჩვენთან სტატუსი არის, შეიძლება ბევრ კუროს დაუდგეს საკითხი, რომ მე რა მინდა ამ ცხოვრებაში, რომ მივაღწიო, რას მინდა რომ მივაღწიო, რა არის ჩემი მიზანი, რა არის ჩემი გეზი და აქ დაბნელება გამოიწვევს რაღაც სწრაფი ცვლილების მოთხოვნილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ძალიან გადამეტებულ კვადრატულ ენერგიაში არ გადავიდეს, ხო? აი რადიკალურად სწრაფად ვეცადოთ დაუგეგმავად, დაუფიქრებლად რაღაცები შევცვალოთ, იმიტომ რომ ეს დაბნელება აჩქარებს ძალიან და შეცვალების ალბათობით ძალიან მაღალი არის. თვითონ ეს ხასიათი აქვს ამ დაბნელებას, ამისგან ყველანი უნდა ვიყოთ ამ თემასთან ცოტა ფრთხილად, ხო? ეს სწრაფი, რადიკალური, დაუგეგმავი, იმპულსური ცვლილებები არ განვახორციელოთ. აი აქ კუროებს შეიძლება ეს გქონდეთ, რომ მე რადიკალურად მინდა შევცვალო ყველაფერი, ან შეიძლება გქონდეთ კარიერული გეზის განახლების მოთხოვნილება, რომ აი მე რაღაც ახალი მინდა, ცვლილება მინდა შევიტანო ჩემს სტატუსში, ჩემს გეზში, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მეათე სახლი ეს არის სამსახურის სტატუსის მქონე სამსახური, ოღონდ ან მე რა მინდა გამოვიდე თემა, ან ჩემი მიზნები რა არის ამ ცხოვრებაში, ხო, სად უნდა დავდგა მყარად ფეხები მიწაზე, ხო, აი ეს ენერგია არის. ხელმძღვანელი პირები ჩვენთან მეათე სახლთან არის კავშირში, დაწინაურებები, შეიძლება აქ მოულოდნელობები იყოს, ვიღაცა უცებ დააწინაურონ მაგალითად, ან ვიღაცას რაღაც რადიკალურად უცებ სწრაფად მოულოდნელად შესთავაზონ რაღაც მნიშვნელოვანი ზოგის კურსთვის ეს იქნება, ან მაგალითად ზოგ კურსს შეიძლება გქონდეს აქ სწრაფად შევცვალო ჩემი ცხოვრება და ცოტა შეცდომაც შეიძლება გამოვლინდეს აქ, ხო? ყველასთან ინდივიდუალურად იქნება. მეათე სახლი მაინც არის, რომ მე სიახლე მაქვს სადღაც, ანუ განახლების სურვილი მაქვს, მე მინდა სწრაფად შევცვალო ჩემი ცხოვრება, რომ მოთმინება აღარ მინდა, ხო? ამ ყველაფერს. აქ შეცდომების ალბათობაც დიდი არის, მაგრამ ძველის დატოვებაც არ არის ხოლმე სასურველი, ხო? ესეც რაღაცები უნდა შეიცვალოს აქ კარიერულ, სტატუსურ სფეროში, ხო? თვით შეფასება არის მეათე სახლი, მე როგორ აღვიქვამ ჩემ თავს, როგორი სტატუსი მაქვს, ხო, ჩემთვის პირადად, ხო? აი ეს იქნება გადასახედი, შესაცვლელი, ოღონდ არა ისე ჩქარა, როგორც შეიძლება აქ იმპულსურად რაღაც უნდოდეთ, ხო, რომ გააკეთო. ეხლა ტყუპებს უჯდებათ მეცხრე სახლში, დაბნელება, მეცხრე სახლი ეს არის სიახლეები, მაგალითად სწავლაში, განათლებაში, ღირებულებებში შეიძლება ბევრი ტყუპებისთვის იყოს, ანუ მოულოდნელი მოთხოვნილება იმიგრაციის მაგალითად, ან რაღაც ფილოსოფიური ხედვები მინდა შევცვალო სადღაც, ხო? შეიძლება ღირებულებათა სისტემა უნდათ, რომ შეცვალონ, იმიტომ რომ მეცხრე სახლი უმაღლესი განათლება არის ჩვენთან, ეს არის მოგზაურობები, ეს არის უცხოელებთან ურთიერთობები. ვინც ტყუპები მაგალითად უცხოეთში არიან განსაკუთრებით, ხო? შეიძლება მან რაღაც სწრაფად განვითარდეს სიტუაციები, რაღაცის შეცვლა უნდათ რადიკალურად, ან ქალაქის შეცვლა მინდა, ან ქვეყნის შეცვლა მინდა მაგალითად, ან რაღაც სწავლა მინდა დავიწყო რაღაც ახალი ხო სიტუაცია, ან უცხოელებთან ურთიერთობაში იყოს რაღაც სერიოზული სიახლეები, ან ახალი ნაცნობობები მაგალითად, ეს ზოგადად ვაპარაკობთ რა თქმა უნდა შაბლონურად, მაგრამ თუ ნათალური რუკიდან გამომდინარე მეცხრე სახლში არის ეს დაბნელება, მეცხრე სახლი იგივენაირად, ოღონდ უკვე უფრო სერიოზულად, ვისაც მეცხრე სახლში ყავს დაბნელება, შეიძლება ახალი სწავლის სურვილი გქონდეთ, მაგალითად, იქნება ეს უცხოენები, იქნება ეს შინაგანი კვლევები, ფილოსოფიური კვლევები, მაგალითად, ან უბრალოდ ღირებულებების სისტემა შეიცვალოს, რომ აი მე სად მინდა რომ წავიდე ამ ცხოვრებაში, ხო? აი გეზი, ოღონდ არა მეათე სახლური, მეცხრე სახლი ჩვენთან არის, აი უფრო აი როგორ გითხრათ, ფილოსოფიური ხედვა, ხო, რამდენად სწორად მივდივარ გზისკენ, რამდენად სწორი არის ჩემი ღირებულებათა სისტემა, ხო, რამდენად სამართლიანი არის ჩემი ცხოვრება, მაგალითად, რამდენად ესეთი ღირებული არის ჩემი ცხოვრება. აი ამ ყველაფერზე ფსიქოლოგიურად დაფიქრება, ან რეალურად ცვლილებების შეტანა საგანმანათლებლო სფეროში, შეიძლება მოულოდნელი ნეგატივებიც გქონდეთ, ვინც მაგალითად პედაგოგიკაში არის, ან ინსტიტუტი, მაგალითად, ან მუშაობენ უცხოელებთან, შეიძლება რისკი იყოს ბევრი,
დაუგეგმავი მოულოდნელი ცვლილებების. აქ ერთი მნიშვნელოვანი არის მეგობრებო, რომ სახლებზე როცა ლაპარაკობ, ხო, რამდენად ჩვენ ამ სახლთან გვაქვს შემხებლობა იმის მიხედვით იმუშავებს ეს, ხო? ახლა როდესაც ვერძებზე ვილაპარაკებ მე-11 სახლში, ვიღაცისთვის არ არის აქტუალური მე-11 სახლი, ახლა მეგობრები, სოციალური კონტაქტები თავისთვის ის სადღაც რაღაცას აკეთებს, ხო? და შეიძლება ეს უფრო ემოციურად გამოვლინდეს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ამაზე არის აქ საუბარი. თუმცა ამ სფეროებთან რაღაც ახალი ირთვება, ახალი ციკლი და თუ ეს აქტუალურია ჩვენ ცხოვრებაში, აქ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს. კირჩხიბებს უხდებათ მეგობრებო მერვე სახლში დაბნელება და ეს სერიოზულად მნიშვნელოვანი სახლი არის, მაგალითად სერიოზულად იმკუთხით, რომ მერვე სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში არის ენერგია ტრანსფორმაციის, ეს არის საერთო ფული, საერთო ქონება, მაგალითად, საერთო ენერგიები, ეს არის კრიზისები, სექსუალური ენერგიაც არის სხვათა შორის, ინტიმური ურთიერთობები არის და ამ ყველაფერთან იქნება რაღაც სერიოზული ცვლილებები, შეიძლება ფსიქოლოგიური სიღრმეებში ჩასვლის მოთხოვნილება გაჩნდეს, საერთო ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები ან გადაჭრის მოთხოვნილება გაჩნდეს, მაგალითად, ზოგმა შეიძლება დაალაგოს ფინანსური პრობლემები თუ არის რაღაც სერიოზული, ოღონდ რაც უფრო არასტანდარტული გზით ეცდება ამას, უფრო მოახერხებენ, მაგალითად, რა არის არასტანდარტული გზა? ეს არის უფრო როგორი კუთხით, იცით, რომ ნენელა მივხვდი, რომ მე უნდა დავალაგო ეს პრობლემები თუ მაქვს, მაგალითად, შეიძლება ზოგს გქონდეთ მოულოდნელობა პარტნიორის ან მეუღლის ფულთან ან ბიზნეს პარტნიორების ფულთან დაკავშირებით. ამ პერიოდში არ არის სასურველი ფინანსური მაქინაციები, სადაც არ არის ესეთი გათვლილი კარგად, რომ აი მე ვიცი, ახლა ამას ასე რომ ვაკეთებ, თქვათ რა შედეგები მექნება, ხო? იმიტომ რომ მოულოდნელობის მაღალი ალბათობა არის, შეიძლება ეს მოულოდნელობა იყოს დაუგეგმავი და ცოტა ნეგატიური, განსაკუთრებით ეს ფინანსური მაქინაციები არ არის სასურველი დაბნელების პერიოდში. როგორც ახლა დამოვიწყდა მე თქვა, აი, კარიერის შეცვლა დაბნელების დერეფანში თუ არ არის კარგად გარკვეული ყველაფერი, კურორტისთვის არ არის სასურველი, მოგზაურობა დაბნელების დერეფანში თუ არ არის კარგად გარკვეული, ასევე გეუბნებით, ტყუპებისთვის არ არის სასურველი, მაგრამ თუ ვიცი ზუსტად, რომ აი მე მინდა წასვლა და მინდა აქ ყველაფერი დაალაგებული მაქვს, ყველაფერი გარკვეული მაქვს, ან მცველებთან მინდა დაწყება მუშაობის, ან ახალ სასწავლებელს ვიწყებ, ხო, რაღაც ასე უცხოელებთან, ან უცხოეთში უმაღლეს განათლებაში მიდივარ, აქ პირიქით კარგი პერიოდი არის დაბნელების დერეფანი, ოღონდ არა უშუალოდ დღეები დაბნელების, ხო, პლუს მინუს რამდენიმე დღე. თუმცა დერეფანში თუ რაღაც ხანგრძლივი გვინდა ჩავრთოთ, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ ეს ყველაფერი კარგად არის, ოკეი, ძალიან კარგი არის ამ მიმართულებით. და კირჩხიბებისთვის ეს საერთო ქონება, მაგალითად, ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმებიც თუ არის რაღაცა, აქ არის იდეალური დაბნელების დერეფანში დამუშავება. საერთოდ ხო გეუბნებით, ნების აი ყოველთვის თერაპიულ პრაქტიკებს ვაკეთებ ხოლმე დაბნელების დერეფანში ყველაზე ძლიერს, აი ძლიერს რა, აი კარმულ თემებზე, ლილიტის დამუშავება მაგალითად, ან ტრავმების დამუშავება, იმიტომ რომ აი ეს პერიოდი სერიოზულად აჩქარებს პროცესებს და სერიოზულად მაღალი ალბათობა არის, აი თქვათ, ერთ სეანსში, ერთი 10 სეანსი საქმე გაკეთდეს, ხო, შემხებლობა, მიხვედრილობა, გაცნობიერება, სიღრმეებში ჩასვლა უფრო მაღალ დონეზე გამოდის ხოლმე და თერაპიული პრაქტიკა ყველაზე ეფექტური არის. დაბნელების დერეფანი ამას ვიყენებთ ხოლმე ყოველთვის, როგორც მაგალითად თერაპიულ პრაქტიკაში, ესე ასტროლოგიურ კონსულტაციებში, ფსიქოლოგთან მაგალითად თუ გნებავთ, ან რეგრესული ჰიპნოზი, კირჩხიბებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის, ხო, როცა მერვე სახლში ხდება დაბნელება, ანუ აქ ითხოვს ცვლილებებს ეს დაბნელება, ხო, ამ სფეროში. ფინანსურად დაალაგონ საქმეები, ან მეუღლესთან გაარკვევენ ურთიერთობები, ინტიმური თემა მოაგვარონ, მაგალითად თუ არის მან პრობლემა, ინტიმურ დობასაც გულისხმობ აქ, ხო, აი თუ არის რაღაც სიღრმისეული გაგება, მაგალითად ადამიანთან. და თუ არ არის ამის გარკვევა არის მნიშვნელოვანი, ამაში ჩაღრმავება არის მნიშვნელოვანი და ეს დაბნელება დააჩქარებს ამ ყველაფერს. თუ არის რაღაც ისეთი ძველი, რომელიც არ არის მოცილებული აქამდე სიტყვაზე, ეს დაბნელება დაეხმარება, განახლდეს ენერგეტიკა ძველი წყენებისგან, ძველი პრობლემებისგან, განახლება ფსიქოთერაპიული მუშაობა განსაკუთრებით კირჩხიბებისთვისაც კარგია და ვისაც მერვე სახლში უხდებათ დაბნელება, იმათთვისაც იდეალურია, ხო, ეს, მსგავსი ენერგეტიკა არის. ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბნელება არის კირჩხიბებისთვის, იმიტომ რომ მერვე სახლს ჩვენ ცოტა ისეთ ღრმა ენერგიას ეძახით.
ლომებს უხდებათ მეშვიდე სახლში და მეშვიდე სახლი ეს არის სერიოზულად ტრანსფორმაციული პერიოდი, მაგალითად, როცა ტრანსფორმაციული პერიოდი პირად ურთიერთობებში, მეუღლესთან, პარტნიორულ ურთიერთობებში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი ჩვენთან ეს არის ურთიერთობები გარე სამყაროსთან და აი აქ უკვე დაბნელება ჩართავს რაღაცის ცვლილებას. შეიძლება იყოს ცვლილებები შესატანი თან ურანული თავისუფლების საკითხები. რამდენად მე თავისუფალი ვარ ჩემ პირად ურთიერთობებში, რამდენად მე თანამოაზრე მყავს, რამდენად ჩემ ღირებულებებს იზიარებს, მაგალითად, აი ეს თემები აუცილებლად დაიძრება ლომებისთვის, გადახედვა პარტნიორული ურთიერთობების, რაც უკვე პრობლემური არის, ენერგეტიკულად არ არის უკვე შესაბამისი რეალობასთან, ის შეიძლება ძალიან სწრაფად მოულოდნელად დასრულდეს. ოღონდ აქ რა თქმა უნდა პირადი რუკები არის მნიშვნელოვანი, რომ გავიგოთ ეს იქნება თუ არა უკვე კონკრეტულ ადამიანთან ეს ზოგად ფონსხები, მეშვიდე სახლი ჩვენთან არის პარტნიორული ურთიერთობები, შეიძლება მოგვინდეს შევცვალოთ ურთიერთობები პარტნიორებთან, საქმიანი პარტნიორები იქნება, ახლა მე თუ რაღაც ბიზნესი მაქვს ჩემ პარტნიორთან ერთად, აქაც მეშვიდე სახლი მაქვს ჩართული. თუ მაგალითად სასამართლო დავები მაქვს, აქ მეშვიდე სახლი არის ჩართული. შეიძლება იყოს აქ ზოგთან აი ესეთი ცვლილებები, ხო, რომ რაღაც მინდა რადიკალურად შევცვალო ან დავაჩქარო, ან ზედმეტად არ დავაჩქარო, ხო? ანუ არ ვიყო ის რომ მე დავაპროვოცირება გაუწიო ახლა პარტნიორთან კონფლიქტს ან დაშორებას, ხო, სიტყვაზე. ესეც მნიშვნელოვანი არის აქ, რომ ყურადღებით ვიყოთ ამ დაბნელებებთან. თუმცა შეცვლის რაღაცეებს ან დამოკიდებულებას, ან მოითხოვს რაღაცების ცვლილებებს ლომებისთვის. ეს სანიშნავია. ისედაც ლომებს ახლა პლუტონი უკეთებთ ოპოზიციას და ცოტა შეიძლება მათთვის ემოციურად ახლა ყველა ლომზე არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი, ვისაც ახლა სუსტი ოპოზიცია აქვს მათთვის განსაკუთრებით და ეს არის რაღაც შინაგანი ტრანსფორმაციის აუცილებლობა და მეშვიდე სახლი ეს ისედაც არის, რომ მნიშვნელოვანი არის აქ პარტნიორისა და ჩემს შორის რაღაც თავისუფალი არჩევანი გაკეთდეს. მეგობრული, უბრალოდ მეგობრობა უყვარს, ეს არის ურთიერთშეთანხმება, მეგობრობა, სადღაც ურთიერთგაგება იყოს წინა პლანზე და ამითი უფრო მოგვარდება სადღაც პრობლემები. ხო, რამდენად ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის გაგება. თუ ეს არაფერი არ შეგვიძლია, იქ იქნება ურანული ნეგატიური რაღაც კონფლიქტური ცვლილებების აუცილებლობა, ხო, სადღაც. ეს არის ლომურ ენერგიასთან რო ვილაპარაკობ. ქალწულებისთვის არის მეექვსე სახლი, მეექვსე სახლი სამსახური არის, ეს არის ზოგადად რუტინა ყოველდღიური, მე რამდენად მაგ შემიყვება დადეგო ისა დალაგებული, ჩემი ყოველდღიური რუტინები რამდენად მაგ დალაგებული, აქ რაღაც ცვლილების შეტანა იქნება აუცილებელი, ან კვებაში, ან ყოველდღიურ საქმიანობაში. შეიძლება გათავისუფლების მოთხოვნილება მოეცეთ, ესე რომ ვთქვათ, გათავისუფლება როგორი კუთხით იცით, რომ აი ხوار გადავახალისო ეს რუტინა ჩემი, აი ყოველდღე თუ ერთი და იგივეს ვაკეთებდი, რაღაცნაირად იქნებ ცვლილებები არის აქ შესატანი. შეიძლება ზოგ სამსახურის შეცვლა მოუნდეს, ზოგ შეიძლება შეცვლა მოუნდეს თვითონ გაგანებით თავისი პირადი რუტინის, თავისი პირადი დამოკიდებულების რამდენად მაქვს, მაგალითად, ჩემი ცხოვრება დალაგებული დეტალებში, იქნება რაღაცები არის შესაძლებელი, აქ იქნება რაღაც გარემო არის უკვე ახლებურად დასანახი, ან თანამშრომლებთან მაგალითად ურთიერთობა. ყურადღებით იყავით ქალწულები, ზოდიაქოთი გულისხმობა. ანუ ისაც ნათალურ უკაში მეექვსე სახლში გიჩნდებათ დაბნელება, კარგი არის ცვლილებების შეტანა სამსახურებრივ ჯანმრთელობის თემებში, კვებაში, მაგალითად და ყოველდღიურ რუტინებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯანმრთელობის პრობლემები თუ ვინმეს დაეწყო, გაუმწვავდა ამ პერიოდში, ესე იგი სხვაშეს ორგანო-სამედიცინო ასტროლოგიაში, ცალკე და ფსიქოსომატიკაში ყველა ორგანო თავის ფსიქოლოგიურ, ემოციურ პატერნს გამოხატავს და საჭირო არის ამ დაბნელებზე ვიზმეს თუ რამე ან სამსახურში, ან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რაღაც რუტინებში პრობლემები შეექმნა, საჭირო არის ესე იგი რაღაც ცვლილების შეტანა, განახლებული, აი აზროვნება რო შევცვალოთ, სხვა კუთხით რო შევხედოთ რაღაცებს, მაგალითად ამ მიმართულებით ძალიან კარგი არის, პროფილაქტიკაც კარგი არის აქ ჯანმრთელობის და ესე რო გითხრათ, შეცვლა, რაღაცების შეცვლა, ან მოთხოვნილება გაგიჩნდება. თუმცა არა რადიკალურად, არა სწრაფად, ისევ სამსახურთან დაკავშირებით ან სამსახურშიც ყურადღებით იყავით, ხო, რამე ან კონფლიქტი, ან მოულოდნელობა, ან დაძაბულობა,
თუ იქნება თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ ზოგადად ამ ტრანზიტმა იცის ხოლმე ესეთი გამწვავება სიტუაციების, რაც აქამდე ყურადღება მიუქცეველი იყო, ახლა შეიძლება აფეთქდეს და გამწვავდეს, ხო? ესე რომ ვთქვათ. სასწორებს უჩნდებათ, მეგობრებო, მეხუთე სახლში, მეხუთე სახლის შვილები არის, თვითგამოხატვა არის, დასვენება არის, მაგალითად, რამდენად მე ტკბები ცხოვრებით, რამდენად მაქვს მე სილაღე, რამდენად შემიძლია მოვუსმინო ჩემს გულს, ჩემს თვითგამოხატვას. აი აქ ყველაფერში იქნება ცვლილებების შესატანი. შეიძლება შვილებთან დაკავშირებით რაღაცები იყოს ძალიან, ხა თვითონ სასწორებზე გულისხმობ, აქ შვილებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დაფიქრება, რამდენად მე მაგალითად შვილებთან თავისუფლებას რამდენად სივრცეს ვიტოვებ შვილებთან ურთიერთობაში, რამდენად ყვანან, ესე რომ ვთქვათ, თავისუფლად ეს ბავშვები იქნება ეს უკვე დასრულები, შეიძლება შვილებთან ცვლილებები იყოს მოსალოდნელი, შეიძლება კონფლიქტები იყოს მოსალოდნელი, მკითხით რომ აქ ურანული ეს რაღაცა მძაფრი შეგრძნებები წამოვიდეს ბავშვების რაღაც აჯაყების კუთხით თუნდაც, მაგრამ ძირითადად მეხუთე სახლი არის თვითგამოხატვა. მე რამდენად თავისუფალი ვარ თვითგამოხატვაში, რამდენად შემიძლია სცენაზე რომ დგავარ და ყურადღებას რომ ვიქცევ. ხა ეს არის მეხუთე სახლი ჩვენთან, ეს არის სითბო, სიყვარული და ზოგ შეიძლება გქონდეს განცდა, რომ აი სასწორებს რომ რამდენად ცხოვრობ სიყვარულით, რამდენად ცხოვრობ თბილად, რამდენად შემიძლია ჩემ თავი რაღაცნაირად გამოვხატო ხო შემოქმედებითა და კარგი იქნება ახალ-ახალი ცვლილებები ჩართონ. მაგალითად ისეთ რაღაცები გააკეთონ, რაც არასდროს არ გაუკეთებიათ. იქნება ეს ესე რომ გითხრათ, ბატუტოს ეხტომა მაგალითად, ხო მეხუთე სახლური ენერგია დაისვენონ ისე, რომელიც აქამდე არ გაუკეთებიათ რაღაც, ხო? მეხუთე სახლი ეს არის ჩვენთან, აი რამდენად მე შემიძლია ჩემი ჰობი მქონდეს, დავტკბე, სიამოვნება მივიღო ამ ცხოვრებისგან, თავი გამოვხატო შემოქმედებითად, რამდენად შემიძლია მე დავგეგმო ჩემი პირადი ინიციატივებით ჩემი ცხოვრება, მაგალითად და აი აქ სერიოზული ცვლილებები იქნება, ან იძულებითი ცვლილებები მაგალითად, ან პირიქით, რომ მე შემიძლია რაღაც ახალი დავტესტო ჩემ ცხოვრებაში, სასიყვარულო სფეროში შეიძლება ზოგთან მოულოდნელი სასიყვარულო ურთიერთობები იყოს, ზოგთან შეიძლება პირიქით მოულოდნელი დაშორებაც იყოს, აქ არ ვიცით ვისთან როგორ იმუშავებს, გააჩნია დაბნელების ტრანზიტი მეხუთე სახლში, ზოგადადაც როგორ ხდება. ეს არის ცვლილებების აუცილებლობა სიყვარულში, დასვენებაში, შვილებთან ურთიერთობაში, ზოგისთვის შეიძლება აქტუალური იყოს, ხო ვისაც ნათალურ რუკაში პირადი სახლების სისტემაში მეხუთე სახლში ხდება, ზოგთან აქტუალური შეიძლება იყოს, რომ მე ან ბავშვი უნდა გავეჩინო სიტყვაზე, ან ვიფიქრო ზოგადად ამ თემაზე, ხო? ან უკვე არსებულ შვილებთან, დიდებთან, მე რაღაც ცვლილებები მაქვს ურთიერთობაში შესატანი. სასწორებს ზოგადად ახლა უკვე გადასდით ოპოზიციურ ენერგიაში სატურნი და აქ მათი ზოდიაქოდან გამომდინარე ვამბობ, აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომ უჯდებათ უკვე მეშვიდე სახლში სიმბოლურად, ხო? და მეშვიდე სახლი პარტნიორული ურთიერთობები, ეს არის სატურნიდან რაღაც იძულებასაც გამოხატავს, ეს არის დისციპლინა, ეს არის მესა და ჩვენს შორის ენერგიაში რაღაცნაირად იძულება. შეიძლება სასწორებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ აი მე რო ჩემ იდენტობასთან მაგალითად როგორც ვარ, შეიძლება აი ეს ჩემი მერყეობა, ეს ჩემი ჰარმონიულობა დაეჯახოს სატურნის გამოცდებს, ხო? ანუ თუ რაღაცაში ვერ მერყეობაში ვარ, თუ რაღაცაში ვერ გამოვხატავ თავს, სატურნი მაიძულებს რაღაცები დავალაგო. ეს ზოგადად სიმბოლურად გიყვებით და ამ სინთეზში თუ გავითვალისწინებთ, რომ სატურნი როცა ვერტში გადადის, ისე სასწორებისთვის ცოტა რთული პერიოდი იწყება, ოღონდ ვერ ვიტყვი ესე ყველასთვის, ზოგისთვის შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს, იმიტომ რომ სატურნმა სერიოზული რაღაც ისიც აი ფორმას და ჩარჩოს რომ ისცემს რაღაცას, ხო? და აი აქამდე მე თუ თან ნეპტუნიც იქვე არის, რომ მე თუ მინდა რაღაც ცხოვრებაში რაღაც ავაწყო, ნეპტუნიც მუშაობს, ჩემი ოცნებები რეალობად უნდა ვაქციო. ოღონდ მანამდე ძველი ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდე, ხო? აი ისეთი კონფიგურაცია შეიძლება ავიღო და მეხუთე სახლი არის ამისთვის რა უნდა გავაკეთო, რა ინიციატივები უნდა გამოვავლინო, ამისთვის რას უნდა გადავხედო,
მაგალითად, ჩემს თვითგამოხატვაში, ჩემს შინაგან ემოციებში, მაგალითად, ხო? აი, რამდენად შემიძლია მე მჯეროდეს ჩემი თავის, იმიტომ რომ მე ხოდეს აქ ზლო მიმართავს, აქ შიდა რწმენასთანაც იქნება დაკავშირებული, რამდენად მიყვარს ჩემი თავი, რამდენად მჯერა, რამდენად სილაღე მაქვს, რამდენად სიხარული შემიძლია, რამდენად სიცილი შემიძლია და რამდენად შემიძლია ამ ყველაფერს გამკლავდე ახლებურად, განსხვავებულად. ეხლა მე ძალიან ზოგადად ვსაუბრობ, ხო? აი, ყველას ვითვალისწინებ, ხო? ყველას ასწორის იღა რამდენი ასპექტი შეიძლება იქონდეთ და ყველას რა რაღაც კუთხით ცოტათი მოერგოს, ხო? ზოგადი ფონი რო აგიხსნათ და თქვენ ცხოვრებას მოარგოთ მერე, ხო? ეს ცოტა სიღრმისეული ასტროლოგიით რო გითხრათ და არა შაბლონურად, ხო? იმიტომ რომ ეს ტრანზიტები და ეს თემა ცოტა რთული არის, ხა ყველაზე როცა ამბობდნენ რომ მე ტირჩხიბი ვარ და ესეთი ვარ. ესე არ არის. ყველა სხვადასხვანაირი არის და ამას იმდენ რამე განაპირობებს. არა მარტო პირადი რუკა, მერე იქ დირექციები, პროგრესიები, სხვა პროგნოზირების საშუალებებში მესად ვარ ახლა, რა ენერგიებში ვტრიალებ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ამიტომ ხა ჩვენ როგორ რაღაცას ვლაპარაკობთ, იცით? აი ზღვიდან ჩიქა რომ ამოვიღოთ წყალი და ამ წყალზე რომ ვილაპარაკოთ ძალიან სერიოზულად დაახლოებით ესე მუშაობს ხოლმე ხო ეს ზოგადი პროგნოზირება ესე რომ ვთქვა თუმცა ესეც გარკვეულწილად გვეხმარება კიდევ უფრო რაღაცა ცოტათი მაინც ჩაუბრმავდეთ ჩვენ თავს ხო აი ამისთვის ყვები ამ ყველაფერს ეხლა რაც შეეხება მორიელებს უჩნდებათ მეოთხე სახლში და მეოთხე სახლი ეს არის უკვე კუთხური სახლი, ეს ცვლილებების სახლი არის. სერიოზული ცვლილებები შეიძლება მორიელებისთვის იყოს საცხოვრებელთან დაკავშირებით, ოჯახთან დაკავშირებით, სახლთან დაკავშირებით, ზოგ შეიძლება მოუნდეს სახლის შეცვლა, ზოგ სერიოზული ცვლილებები კონდეს ოჯახურ მდგომარეობაში, მაგალითად შეიძლება განახლების ტენდენცია იყოს, აუცილებლად ან რემონტი გავაკეთო, ან რაღაცები უნდა ვიფიქრო ჩემ ოჯახზე, რაღაც ახლებურად უნდა გავაკეთო რაღაცები, ჩემ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს, ხო? ანუ ზოგი მორიელისთვის ეს იქნება როგორც პირდაპირი ოჯახური თემები, ასევე შეიძლება იყოს ენერგია, როცა მე ჩემ თავში შიგნით რაღაცები უნდა გავარკვიო, რაღაც ძველი ტრავმებზე ახლებურად. ზოგი ტრავმებთან იქნება ლაპარაკი, იმიტომ რომ მეთქე სახლი ფსიქოლოგიური მხარე არის, არის შიდა სამყარო ჩვენი. სიზმრებს უნდა მიაქცევენ კიჩხიბებმა სხვათა შორის და მორიელებმაც სერიოზული ყურადღება, იმიტომ რომ კიჩხიბების მერვე სახლი ჩვენთან საიდუმლო სახლი არის, შეიძლება სიზმრებიდან ან არაცნობიერიდან ამოვიდეს ინფორმაციები მორიელებთანაც იგივე შეიძლება იყოს, ეს ცოტა ფსიქოლოგიურ ენაზე რო აგიხსნათ, ხო, ზოგთან უფრო ფსიქოლოგიურად შეიძლება ჩაერთოს, ვიდრე ახლა ესე ზუსტად პრაქტიკულად ცხოვრებისეულად. მაგრამ ცხოვრებისეულად ცვლილებების ალბათობა უფრო შეეხება სახლი მაგალითად, ჩემი პირადი გარემოცვა, აი ოჯახური გარემოცვა, კარგი იქნება, რომ ოჯახთან რამე დაპირისპირებები კი არ იყოს პირიქით, აი მეგობრული ურთიერთობების შეტანა, უფრო დაკავშირება, ის ურანული ენერგია უნდა იყოს ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანი არის მაინც რომ ცვლილებების ალბათობა სახლში მოდის პირდაპირ, ხო? აი უშუალოდ სახლში მოდის, ან იძულებული ვარ რაღაცა შეიცვალოს, ან იმიგრაცია შეიძლება იყოს, ან ბევრი ყოფნა სუგარეთ მოძრაობაში, სიტყვაზე ზოგი მორიელი იყოს ისე რომ აი ურანული ენერგია, ხო? მეოთხე სახლში რომ აი მე სახლში ვერ ჩერდები და სულ სადღაც ვარ მაგალითად და ჩემი სახლი რაღაცნაირად არასტაბილური გახდა. ეს ყველაზე ნეგატიური წვლილით რო ვთქვა, რომ აი პრობლემები სახლთან დაკავშირებით, სამშობლო, ოჯახი, ეს მეოთხე სახლი არის, მშობლები, ოჯახის გარემოცვა ზოგადად, მაგრამ კარგი კუთხით ეს იქნება, რომ აი რაღაც ცვლილება უნდა შევიტანო, გავარემონტო რაღაც, უფრო მე გირჩევდით მორიელებს რომ რაღაც სიახლეები შეიტანოთ თქვენდებით და არა იწულებით. ან პატარაზე მიარემონტოთ, ან ავეჯი შეცვალოთ, ან განაახლოთ სახლის ატმოსფერო, ხო, ეს ურანული ენერგია, აი მან წავიდოდა, ხო, რაღაცნაირად შეიცვლებოდა და ბუნებრივად შეიცვლებოდა. მან და კარგი არის ფსიქოლოგიური მუშაობა საკუთარ თავზე, დაძრავს ეს დაბნელება, რომ რამე ღრმად თუ მაქვს ტრავმები მაგალითად, ან შინაგანი ფსიქოლოგიური პატერნები ახლა ამის შეცვლა რადიკალურად სწრაფად ძალიან კარგი იქნება, ხო შედეგიანი იქნება გარკვეულწილად. შემდგომ მოდის შვილდოსანი და შვილდოსანს უჯდება მესამე სახლში დაბნელება და ეს არის ინფორმაცია, ნათესავები,
ყოველდღიური კონტაქტები ხალხთან, ეს არის უშუალოდ ინფორმაცია, როცა სიტყვით ვლაპარაკობთ. ეხლა აქ მაგალითად, უფრო შულდოსნებს ურჩევდი, რომ გააკონტროლონ სიტყვა, გააკონტროლონ კომუნიკაციის უნარები სოციალური ქსელებში. მაგალითად, რამე ისეთი არ დავწეროთ, ან არ თქვათ ისეთი რაღაც, რაც რადიკალურად უცებ მოულოდნელად ნეგატივს გამოიწვევს. მანქანაზე, გზებზე ფრთხილად იყვნენ, რა თქმა უნდა, ხა ყველა მშულდოსნებს არ ეხებათ ეს, ხო? მაგრამ გარკვეულწილად ეს ენერგია ზოგთან მანქანა, გზები იქნება შეფერხება ან რადიკალური ცვლილებები, ზოგთან კომუნიკაციის პრობლემები იქნება, ზოგთან ნათესავებთან პრობლემები, და-ძმასთან ურთიერთობები, ან უშუალოდ ცვლილებები ხდება და-ძმასთან, მაგალითად, ხო? და მე კი არ მეხება ისე მაინც და მაინც, არამედ უფრო დედმამიშვილებს, ნათესავებს, აი მან ხდება რაღაც რადიკალური მოვლენები, რომელიც ჩემზე ახდენს ზემოქმედებას, ხო? ესეც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ სახლები პირდაპირ სფეროებს მეგვანიშნებს და აი აქ მესამე სახლი ყურადღებით იყავით, მაინც ვისაც ნათალურში ყავს მესამე სახლში, ნათალურ რუკაში, პირად რუკაში და არ არის მაგალითად ზოდიაქოთი ტყუპი უბრალოდ ხდება ეს დაბნელება მათ მესამე სახლში, აქაც ანალოგიური იქნება კომუნიკაცია, ურთიერთობები, ან ყველაზე კარგი პერიოდი არის ახალი სწავლა დაიწყონ. ანუ შილდოსნანი ტყუპებით, აი ეს მეცხრე მესამე სახლის ღერძი კავშირში არის ერთმანეთთან. აი დავიწყო რაღაც ახალი ინფორმაციის მოძიება მაგალითად, ან განვაახლო გარემოცვა, დავიწყო ურთიერთობები, კაფეში ვიღაცასთან შევხვდე, ეს არის ზედაპირული კონტაქტები და არა რაღაცა ღერძი და გესი, ხო? შეიძლება რაღაცის სწავლა დავიწყო, პატარა ტრენინგებზე არის აქ საუბარი, იქ ასტროლოგიის კურსზე წავიდე, ან იქ ფსიქოლოგიის ლექციებს დავესწრო, ან იქ ხატვის გაკვეთილებში წავიდე სიტყვაზე, ხო? ეს მესამე სახლური ისტორიები არის. მეცხრე სახლი არის, აი უნივერსიტეტში ჩავაბარე, ან რაღაც სერიოზულ განათლების თემას შევეჭიდე და მესამე სახლი არის უფრო აი ჩემი ცნობის მოყარეობის მოკლევადიანად აი ისეთი კომუნიკაციაშიც აი ხალხი რო გავიცნო ახალი აი ჰაერი შემოვიტანო ჩემს გარემოცვაში მაგრამ არა რადიკალურად რაღაცა მძაფრად შევცვალო სიტყვაზე, ხო? ან იქ უცებ წამოვხტე და ლანძღო სოციალურ ქსელში ვიღაცები, ან ათესავებს ვეჭყუბო. აი ეს არის უფრო ნეგატიური გამოვლენა ამ კუთხით, ხო? და პოზიტიური გამოვლენა იქნება პირიქით ახლა აი შევცვალო გარემოცვა, ან შევცვალო მიდგომა ამ ხალხთან, ან შევცვალო კომუნიკაციის ფორმები, ან ახალი რაღაცების სწავლა დავიწყე შულდოსნების ის ყველაზე ისეთი პოზიტიურია სხვათაშორის ტყუპებს და შულდოსნებს პოზიტიურად ეხება მიუხედავად იმისა რომ ურანი გადის მალე უკვე ტყუპებს შევა და აქ რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს მათთვის ორივეს ეხება ეს ზოგისთვის ძალიან პოზიტიურ ზოგისთვის ცოტა დამძაბავს მაგრამ აი ეს დაბნელება ამ კუთხით ვიტყოდი რომ საკმაოდ პოზიტიური შეიძლება იყოს. ოღონდ ფრთხილად იყვნენ შულდოსნები მაგალითად და ტყუპებიც გარკვეულწილად მოგზაურობებში, იმიტომ რომ გზავრობა, მოკლე გზავრობა, მანქანით გზავრობა ეს არის მესამე სახლი, მეცხრე სახლი არის შორი მგზავრობები, გადასახლება, უცხოეთი. აი მოულოდნელობების მაღალი რისკი არის მაინც აქ ამ დაბნელების დერეფანში და ეს თუ ეხლა ჩაერთო აი მე რო იმუშავებ სულ ესე ეს თემა იქნება საბუთებთან შულდოსნები ფრთხილად უნდა იყოთ იმიტომ რასაც ხელს მოაწერთ სიტყვაზე თუ ვინმეს აქვს ეს ტენდენცია რომ აი ახლა რაღაცას ვაფორმებ გადამოწმეთ ძალიან ბევრჯერ მაგალითად თქვენი ხელმოწერა ან რას კითხულობთ იმიტომ რომ მე უცებ შეიძლება მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალოს თემები ხო ვაჭრობა მაგალითად ან რაღაც ისეთი სოციალურ ქსელში აქტივობა ან სოციალურ ქსელში ონლაინ ვაჭრობა ეს თემები მესამე სახლია თუ რომელიმე შულდოსანი ამ სფეროებში ხართ ძალიან სწრაფ ცვლილებებს უჩართავთ, რაღაც პროექტებს უჩაუშვებთ ძალიან ბევრს, ხო, აქ შეიძლება მოულოდნელობები იყოს, ან დამხტული იყოს ენერგეტიკულად ცოტა გადამეტებულ ესეთ სწრაფ ცვლილებებზე, ხო, ესეც გაითვალისწინეთ. თუმცა ამ შულდოსანსაც ატყუპებსაც უყვართ ეს ცეცხლოვანი ენერგია არის შულდოსანის, მოგზაურობა, ცვლილებები, ოპტიმიზმი არის მათი ტყუპებისთვის, ჰაერი ცნობის მოყვარეობა და ეს ზოგადად ურანულ ენერგიას ეს ენერგიები კარგად იჭერენ, ასე რომ ვთქვათ, ხო? ეხლა რაც შეეხება თხის ხაზს გადის ფინანსების სახლში, მეორე სახლში და აქ ცვლილების შეტანა სასურველია ფინანსურ ნაწილში, აი როგორ ცხოვრობ მე, რამდენად კომფორტულად ვარ, რამდენად მაწყობს ეს ჩემთვის ფინანსური თემები, ზოგისთვის შეიძლება ძალიან სწრაფი ცვლილება იყოს ფინანსურ ნაწილში, ზოგმა შეიძლება მოულოდნელად მიიღოს, რაღაც დააჩქაროს პროცესი ფინანსებში, ხო? ან
დააჩქაროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები, ოღონდ აქაც ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ კვადრატურა არის ურანის და შეიძლება ზედმეტად სწრაფი იყოს ეს ცვლილებები, ან გაუთვლელი. აი ფინანსურ ოპერაციებში ცოტა ყურადღებით იყავით, თხიცრქები, თუ უცებ სწრაფად იმპულსურად იმოქმედებს, შეიძლება რაღაცები დაიკარგოს და აქაც ძალიან ყურადღებით იყავით, შეიძლება პირიქით თუ გრძელვადიან ფინანსურ გეგმასთან მაქვს საქმე, ძალიან წარმატებულიც იყოს, თუ ეს არის გათვლილი, დიდხანს ვამუშავებდი და გათვლილიც მაქვს რაღაც მოულოდნელობები. ხო, იმიტომ რომ ეს ენერგია დამოხტული არის ამ მოულოდნელობების ენერგიით, ესეც გაითვალისწინებ. მეორე სახლი არის ღირებულება, ჩემი მაგალითად რამდენი ღირს ჩემი შრომა და აქ ურანული ენერგია არის ჩასართავი, მერწყულის ენერგია რაღაცებს შეცვალოთ, ხო? აი თვით ღირებულებასთან დაკავშირებით დაფიქრდეთ, რამდენად ღირს ჩემი შრომა, იქნებ მეტი ღირს მაგალითად, ნაკლებად რა. იქნებ და შევცვალო ჩემი დამოკიდებულება ჩემს ფინანსებზე, იქნებ სიახლე არის საჭირო, იქნებ ახალი პროექტები არის საჭირო, იქნებ ახალი მიდგომა არის საჭირო, იქნებ ახალი დაბანდებაც არის საჭირო, ხო? იმიტომ რომ ურანი გთავაზობთ ისეთ გადაწყვეტებს, ისეთ ნოვატორულ გადაწყვეტილებებს, რომელიც აქამდე არ გაკეთებიათ და აქ უფრო შედეგიანი იქნება, აქ უფრო პოზიტიური იქნება, ხო? აი ზოგადად ხიზქაზე ასე რომ ველაპარაკოთ. ასევე მეორე სახლი ჩვენთან არის ბინები, უძრავი ქონებები და აქ რაღაც განახლების სურვილი შეიძლება იყოს, ოღონდ ისე გეუბნებით არის. აი სიჩქარე ამ ენერგიებში მაინც არ ზის, თუმცა ძრავს ეს დაბნელება სიახლეების ტენდენციებს და აქ სიახლეები შეიძლება ძალიან კარგიც იყოს, ხო, აი დაიძროს. ზოგ შეიძლება მოულოდნელი ფინანსური პრობლემებიც კი შეექმნათ, თუ ისინი რაღაცებს არ ცვლიან, ხო, თუ არის აქ გაყინვა ფინანსურად, თუ არის აქ სტაბილური შემოსავალი, სტაბილური ცხოვრება, ეს მეორე სახლი არ არის მარტო ფინანსები, ეს არის ურთიერთობები გარე სამყაროსთან, ასევე ვენერა მართავს მეორე სახლს და აქ რაღაცების ცვლილებები, ანუ აი თვით გამოხატვასთან ცვლილებების შეტანის კარგი პერიოდი შეიძლება იყოს, ხო? თუმცა აქაც მე არ გერჩევდი ძირადღირებული ნივთების ყიდვას ამ პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება მერე განსაკუთრებით მანქანა თუ იქნება ან რაღაც ისეთი დაკვირვებით და ყურადღებით, იმიტომ რომ აქ დაბნელებამ შეიძლება ნაჩქარევი პრობლემებიც მოგვიტანოს, ხო, მოულოდნელი რაღაცები, რომელიც მაინც არ გქონდა გათვლილი, ეს როგორც პოტენციურად რისკს გეუბნებით. რაც შეეხება ახლა თვითონ მერწყულებს, ეს არის პირველ სახლში დაბნელება, მათთვის ეს პირადად მათ შეეხებათ, ეს პირადად მათთან იქნება, რომ მე რაღაც სწრაფად უნდა შევცვალო, ან ხო გითხარით თავიდან ჩემ გარეგნობაში, შეიძლება შევცვალო ჩემს თვით გამოხატვაში, შეიძლება უნდა შევცვალო რაღაცეები სერიოზულად, ჩემს თვითრწმენაშიც, მე როგორ გამოვიყურები ხალხში, მე როგორ გამოვხატავ ჩემ თავს, მე რამდენად ჯერა ჩემი თავის, რამდენად ინიციატივიანი ვარ, თუ არ ვარ ინიციატივიანი, ოღონდ აქაც ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ ძალიან გადამეტებული ძლიერი იმპულსური ენერგია შეიძლება იყოს და იმდენად სწრაფად მოვდეთ რაღაცების შეცვლა, რომ აქაც ცოტა შეცვალების ალბათობა იყოს მაღალი. ზოგ შეიძლება კონდეს განცდა, რომ მე განსხვავებული ცხოვრების დაწყება მინდა საერთოდ, მე შეიძლება იმიჯი მთლიანად შევიცვალო, ან ჩემი ინდივიდუალიზმი შეიცვალოს და როგორც შინაგანად იყოს ეს ცვლილება, ხო? რა ის მე მეხება, პირადად მე მინდა მთლიანად თავდაყირა დავაყენო ჩემი ცხოვრება, ზოგმერ წყულს შეიძლება ეს კონდეთ. ან შეიძლება ვიზუალურად უბრალოდ რაღაც შესერიოზულად და ის რამე გავაკეთო, რაც არ გამიკეთებ. ყველაზე კარგი იქნება ამ შემთხვევაში ცოტა ვიზუალის ცვლილება, ოღონდ არა რადიკალურად, არა ურანულად, ესე რომ ვთქვათ, არამედ უფრო რაღაც ისეთ შტეხები შეიტანონ თავის გარეგნობაში, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ, ცოტა ისეთ დასასველი შეიცან, განაახლონ გარდირობიც მაგალითად კარგი იქნება აქ და ცვლილებები შეიტანონ შინაგანად იმაში, რომ აი რისგან მინდა მე გავთავისუფლო და იქნება ეს ზედმეტი წონა მაგალითად, იქნება ეს ზედმეტი რაღაც ისეთი, რაც მე არ მომწონს ჩემ თავში, ხო? მაინც ქირურგიულ ოპერაციებს ახლა ამ პერიოდში განსაკუთრებით არ ურჩევ მერწყულებს ზოგადად, იმიტომ რომ ეს უკვე გარეგნობას ეხება და აქ შეიძლება გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდეს, თუმცა ძალიან კარგი იქნება ან სპორტი, მაგალითად, ან ცხოვრების სტილი შეიცვალოს რადიკალურად ადამიანმა და ფიზიკურადაც აქტიური გახდეს ამ პერიოდში, იმიტომ რომ ურანს უყვარს არის შინაგანი, აი რაღაც სილაღე,
ცლილებები, მაგალითად, ვიზუალურ ნაწილში გათავისუფლება იმისგან, რაც აღარ არის უკვე საჭირო, ხო? ეს გენებით იქნება ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, ოღონდ ჯანმრთელობა არა ორგანული კუთხით, არამედ აი მან ჭარბი წონა მაქვს მაგალითად, ან რაღაცა ფიზიკურად აი დაბალი იმუნიტეტი მაქვს, ხო, აი სიტყვაზე და აი ვერ ვარ ენერგიაზე. ეს სხეულს ეხება, სხეულის აღქმატებას და პირველი სახით ჩვენთან სხეული არის და აქ უნდა შეიტანოს ცვლილებები ადამიანმა, ხო, მერწყული, ურანი თავაზობს ადამიანს უკვე გამოსავალს, რომ აი რამდენადაც შენ მოძრავი გახდები, რამდენადაც შენ ივლი, ან იმოძრავებ, ან რაღაც ახალს გააკეთებ, აქ შეიძლება სერიოზული პოზიტივიც დაიჭირონ, ხო, ამ შემთხვევაში. არ არის სასურველი მერწყულებისთვის რადიკალურად ყველაფერი შეცვალონ, ან ამბოხი ქონდეთ, ან აჯანყება ქონდეთ სიტყვაზე, იმიტომ რომ აქ ცოტა დესტრუქციულ ურანულ ენერგიაში გადადეთ. ეხლა რაც შეეხება თევზებს უჯდებათ მე-12 სახლში ეს დაბნელება, მე-12 სახლი ყველაზე შეუმჩნეველი არის ხოლმე ჩვენთვის, მე-12 სახლი გვეუბნება, რომ სადღაც უნდა მაგალითად ფარულად შევცვალო რაღაც ჩემს ქვეცნობიერში რაღაცები, რამდენად შემიძლია მე ვიყო სულიერად ფსიქოლოგიურად მაგალითად განახლებადი, რამდენად შემიძლია შევცვალო ჩემი ძველი ტრამვები, აი ისე გემეორებთ, რომ მორიელს უჯდება ეს, მეოთხე სახლში კირჩხებს უჯდება, მერვე სახლში თევზებს უჯდება, წყლის ნიშნებს წყლის სახლში. შესაბამისად, ეს ძრავს ღრმა ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციულ ენერგიას. მე-12 სახლი ჩვენთან ეს არის, რომ შინაგანად რა ტრამვები მაქვს მაგალითად, შინაგანად რისი მეშინია ყველაზე მეტად. შეიძლება მათთვის აქტუალური იყოს ახლა განმარტოება, სადღაც დავფიქრდე, ანუ იქ უფრო მოვიდეს ურანული ინსაიტები მაგალითად, ხო? რაც უფრო შინაგანად ჩემ თავის შესწავლას ვიწყებ. აი შეიძლება ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვების განკურნება ჩაირთოს ამ დაბნელებაზე. ოღონდ ძალიან ბევრი თევზისთვის ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს გაცნობიერებული, ხო? რაღაც მოულოდნელობები მოხდეს, რომელიც მე საერთოდ ვერ ხვდები რატო არის. ან ისე ფარულად იყოს ეს ცვლილებები, რომ ვერ შევამჩნიო გარკვეულწილად, ხო? აი ეს ენერგია ირთვება ხოლმე გარკვეულწილად, თან ეხლა უკვე მეორე კუთხით პოზიტივი აქვს, რომ უკვე 14 თებერვლიდან რომ გადავა სატურნი ვერძის ზოდიაქოში თევზები დაისვენებენ, ნეპტუნის გადავიდა უკვე მათგან, თევზებიც დაისვენებენ ნეპტუნისგანაც და სატურნისგანაც და აქ ბევრად უფრო გამოცოცხლებულები იქნებიან თევზები, თუმცა ეს დაბნელება, ეს ფონი მაინც ისევ ცოტა მე-12 სახლურ ენერგიას შემოიტანს, რა მაქვს მე შესაცვლელი ჩემს ფსიქოლოგიაში, რა მაქვს შესაცვლელი ჩემს არაცნობიერში, ხო? ან ჩემ მარტოობაში, მაგალითად, რა მაქვს შესაცვლელი, რამდენად ვარ ჩაძირული ჩემს ოცნებებში, რამე შემიძლია რომ შევიტანო ცვლილება ჩემს წარმოდგენებში, ჩემ ოცნებებში, ჩემ სიზვრებში, ჩემ ფიქრებში, ხო? ეს მე-12 სახლური ენერგია ჩვენთან ცოტა ეს არის. ზოგი თევზისთვის შეიძლება აქტუალური გახდეს ემიგრაცია სიტყვაზე, იმიტომ რომ ესეც მე-12 სახლის ემიგრაცია არის, ან ოცნების რეალიზების შესაძლებლობა მიეცეთ ახლა, ხო, ამ ტრანზიტზე, რომ მე მივხვდი უკვე შინაგანად ჩემს ფსიქოლოგიურ პატერნებში რა მჭირდება და მოდი წავალ ამ გზით, რომ ეს ავისრულო, ხო? ზოგი შეიძლება ძალიან დიდ მოგზაურობაში წავიდეს, ან ზოგი შეიძლება აი ამ გავლენით, ხო, აი ამ ტრანზიტით, რომ მე მივხვდე რა უნდა ჩემს სულს, ხო? აი ეს თევზებისთვის, ან თუ მე-12 სახლში გვიჭდება ისედაც დაბნელება, აი აქ ეს ტენდენცია შემოვიდეს, რომ მე მინდა რომ უკვე შევცვალო ჩემს ქვეცნობიერში რაღაცები გავაცნობიერო, ამოვიტანო და რეალურად შევცვალო ეს პატერნები, ხო? მე-12 სახლი უფრო ამ თემებში შედის, ოღონდ ძალიან ბევრი თევზისთვის შეიძლება ეს არც იყოს გაცნობიერებათი, იმიტომ რომ მე-12 სახლს ვერ ვხედავთ, ძალიან სერიოზული ინტუიცია გვჭირდება, ძალიან სერიოზული რაღაცნაირად გაცნობიერება და სხვა შეიძლება ცოტა ყურადღებით მეყნა ქალწულები, მე-6 სახლიც და მე-12 სახლი ჩვენთან ჯანმრთელობა არის. ჯანმრთელობის ღერძი არის, მე-6 სახლი თუ არის ფიზიკური ჯანმრთელობა, ღვიძლი, კუჭი და ასე შემდეგ, მე-12 სახლი არის უფრო ფსიქოსომატიკა. რაღაცა მაწუხებს ან რაღაც ფარულად მიდის და ვერ გრძნობ და ვერ ხედავ, აი ამასთან კავშირი არის საჭირო, რომ მე შეიძლება ვიგრძნო რა მაწუხებს ფსიქოლოგიურად, ხო, მე ვიგრძნო
აი მაგ ყველაზე კარგი ძლიერი თერაპიული გავლენა ექნება აი ამ 3 წყლის ნიშნებისთვის ყველაზე ძლიერი გავლენა ექნება ამ დავნელებას, იმიტომ რომ წყლის სახლებში ჯდება და ყველაზე სერიოზული პროცესები შეიძლება წამოიღოს თერაპიულმა პროცესმა. იქ ჯანმრთელობა იქნება რესურსებთან დაკავშირებული თუ ოჯახთან დაკავშირებული. ხო, ყველაზე კარგად ეს გავთავისუფლდეთ რაღაცა შიდა ემოციური პროცესებისგან, რომელსაც ვერ ხედავთ, არ ჩანს და ეხლა ეს დავნელება შეგვახებს ამ ყოველივეს, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი წყლის ნიშნებისთვის უფრო ეს მიმართულება არის. მე მგონია რომ ყველაფერი ასე თუ ისე მარტივად ავხსენი, მარტივად რა ავხსენი და თქვენ და გადაწყვიტოთ, რამდენად გაიგეთ, რამდენად ვერ გაიგეთ, ცოტა რთული არის ხოლმე ზოგადი პროგნოზების გაკეთება. ჩემთვის თან რომელიც ინტერესი არის უფრო რომ კიდე უფრო დაგაახლოვოთ ხოლმე, ხო აი თვითრეფლექსიაში, ხო აი აბა რას იზამს ეს დავნელება, მეც მაინტერესებს მაგალითად ვიცი რა ასპექტებში მაქვს, როგორ მაქვს, დღესაც ამ ტრენინგზე ტრანზიტების ტრენინგზე გავდიოდით, დავნელება საჯდება, რა ენერგიებში ვართ, თერაპიულად გავედით, ტრანზიტები, დირექციები, პროგრესიები, მაგალითად ნათალური რუკა და ეხლა სად ვარ და ამის თერაპიული გავლა დავიწყეთ, ხო? და ზოგადად ესე მუშაობს ნამდვილი ტრანზიტულად თუ ჩვენ გვინდა დავნელების დერეფანი გავარკვევთ, როგორ გვაქვს ყველა ასპექტს უყურებთ ხოლმე და ანუ ვინმე სხვა, რომელიც გვეხმარება უფრო ფსიქოლოგიურად გავარკვევთ ამ პროცესებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ მოიწონოთ, შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ, რომ სხვებმაც გვიპოვონ, სხვებთანაც გავრცელდეს ეს ინფორმაციები და წარმატებას გისურვებთ მეგობრებო და იმედია გაითვალისწინებთ ამ ტენდენციებს, რაღაცას შეცვლით თქვენ ცხოვრებაში ან თქვენ ფსიქოლოგიურ პატერნებში, იმიტომ რომ ეხლა ყველაზე კარგი პერიოდი არის ამისთვის, რომ რაღაცა რადიკალურად მოვაგვაროთ, არასტანდარტული გზებით, ხო? დროებით მაშინ მეგობრებო, გემშვიდობებით.